ბიბლია არ არის მხოლოდ რელიგიური წიგნი. ამერანაირი წიგნია. რელიგიასაც მოიცავს ბოლო ჯამში რაღაც კუთხით, მაგრამ პრინციპები, რასაც იქ ხვდებით, რა სფეროშიც არ უნდა დაანერგო, უფრო სულიერი პრინციპები დავარქვათ, ან ის პრინციპები, რითიც ჩვენი სამყარო იმართება ზოგადად რა. თუ ამას მხოლოდ რელიგიურად არ შეხედავ და გინდა ბიზნესში გამოიყენებ, გინდა ურთიერთობებში გამოიყენებ, ის რაღაცა ხდება უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენი სამყარო ამ პრინციპებითაა აწყვეტილი. გიო, რა პრინციპებს გულისხმობ კონკრეტულად? აი ნახე წეგან რომ ამბობდი რომ აი მე რამინდა ეს სოფხედველობაც ალბათ მოდის იმ თუნდაც ეკონომიკის იმ გააზრებიდან, სადაც მე მგონია რომ მე თუ მინდა რომ ყავა შემხვდეს, მაშინ შენ არ უნდა შეგხვდეს რა. მე თუ მინდა რომ ფული ვიშოვო, მაშინ შენ არ უნდა იშოვო. და სინამდვილეში არ ვცხოვრობთ ეგეთი პრინციპით, შეზღუდული ეკონომიკის პრინციპებით მოწყობილ სამყაროში, ბაღის პრინციპით მოწყობილ სამყაროში ვცხოვრობთ. ცოტა მეტი თქვი ბაღზე? ნახე, რაც უფრო მეტია მოხმარება, მეტია წარმატების პოტენციალი. ანუ ვაშლს რაც უფრო მეც მოიხმარ, ეს ვაშლი უფრო მეტ თესლს გაძლევს, არა მეტი ვაშლის მოსაძებად მეტი ხე იზრდება. და ეს ხე ერთი წელი კი არ გაძლევს ერთ ვაშლს. რამდენიმე წელი გაძლევს უთვალავს და კიდე თუ მოიხმარ, კიდე უფრო მეც. ანუ ნახე, უსასრულო ეკონომიკის პრინციპებით მოწყობილ სამყაროში ვცხოვრობ. შენი გამდიდრება ამას ხელს არ უშლის რა. პირიქით. და ეს საერთოდ შლის კონკურენციის იმ გააზრებას, როგორც გვასწავლეს.